ვაშინგტონის პირველი პასუხი კობახიძის წერილზე, რომელიც მან დონალდ ტრამპს გაუგზავნა. შანტაჟმა არ იმუშავა, რეჟიმს სახელმწიფო დეპარტამენტიდან ისევ პოლიტიკის ცვლილებისაკენ მოუწოდებენ. შეერთებულმა შტატებმა ნათლად განაცხადა, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქართველოს მთავრობას იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად უდგება შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესებას. ვკითხულობთ წერილობით პასუხში, რომელიც ფორმულამ მიიღო ამერიკის საგარეო უწყებიდან. სალომე ლაბაძე მოისმინა შეფასებები ამ თემაზე, ის უერთდება ფორმულას. თუ ირაკლი კობახიძის ღია წერილის მიზანი იყო, რომ ვაშინგტონს ქართულ ოცნებასთან მიმართებით საკუთარი პოლიტიკისთვის გადაეხედა, პასუხით, რომელიც ფორმულამ სახელმწიფო დეპარტამენტისგან მიიღო, ირკვევა, რომ რეჟიმს ეს არც ამ წერილით გამოვიდა. რადგან სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ პასუხში აღნიშნავს, რომ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების პასუხისმგებლობა ეკისრება სწორედ ქართულ ოცნებას, რომ შესაბამისი ნაბიჯები ივანიშვილის რეჟიმმა უნდა გადადგას, ხოლო რა ჩაითვლება შესაბამის ნაბიჯებად, ეს ასევე კარგადაა ცნობილი ქართული ოცნებისთვის, როგორც ამას სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოგზავნილ პასუხში ვკითხულობთ. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამ ნაბიჯებს შორის პირველ რიგში გულისხმება ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რეპრესიული ანტიდასავლური პოლიტიკის შეწყვეტა. როგორც მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ეს გზავნილი, რომელიც ამჯერადაც გაიმეორა სახელმწიფო დეპარტამენტმა, არის გზავნილი, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აღინიშნა კიდეც სახელმწიფო დეპარტამენტის იმ პირველ განცხადებაში, რომელიც მათ ქართული ოცნების პოლიტიკის შესახებ გაავრცელეს და იმის მიუხედავად, რომ ამის შემდეგ ოცნებამ ტრამპის ადმინისტრაციასთან დაალაგება სხვადასხვა გზით სცადა, მათ შორის ბოლოს ვაშინგტონში მიავლინა საკუთარი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილიც, ეს გზავნილი მაინც არ იცვლება ვაშინგტონის მხრიდან. ოცნება გვიმტკიცებდა, რომ ლევან დავითაშვილის ვიზიტი იყო წარმატებული, თუმცა სწორედ ამის შემდეგ გამოქვეყნდა ირაკლი კობახიძის ღია წერილი, რომელშიც აღინიშნა გულისწყეთა, მათ შორის იმის გამოც, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან ქართულ ოცნებას მაღალი დონის კავშირის დამყარება ამ დრომდე არ გამოსდის. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, კობახიძის ეს წერილი არის სწორედ ერთგვარი ხელის ჩაქნების გამოხატვა ოლიგარქის მხრიდან ტრამპთან დაალაგების მცდელობაზე, იმის აღიარება, რომ ამ მიმართულებით მას არაფერი გამოვიდა, რასაც ანალიტიკოსების ვარაუდითვე მოყვება ის, რომ ახალ უკვე ტრამპისგანაც ოლიგარქი ივანიშვილი მტრის ხატის შექმნის პროცესს დაიწყებს. შესაძლოა ეს წერილი იყოს ერთგვარი რაღაც ზეწოლის თუ თავის შეხსენების მცდელობა. მაგრამ მე მგონი გასაგებია და ამერიკული მხარის პასუხიდანაც ძალიან კარგად ჩანს, რომ ამ ლაპარაკს ღია წერილებით იქნება თუ სხვა მხრივად არანაირი აზრი არ აქვს, თუ ივანიშვილის რეჟიმმა რაღაცები ფუნდამენტურად არ შეცვალა. იმიტომ რომ ხა ვაშინგტონმა კი არ უნდა გააკეთოს რაღაცა იმისთვის, რომ საქართველოსთან ურთიერთობა გააუმჯობესოს. არამედ ივანიშვილის რეჟიმმა უნდა შეასრულოს კონკრეტული მოთხოვნები. ამერიკულმა მხარემ არაერთხელ აუხსნა ივანიშვილის რეჟიმს თუ რა უნდა გააკეთოს. ხო? ეს არის თავისუფალი არჩევნები, ეს არის პოლიტიკური პატიმრების გამოშვება და ეს არის იმ კანონების შეცვლა, რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს და საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ეხლა ბურთი არის საქართველოს მოედანზე. პასკვილები და ის რაღაცა ბოდვითი წერილები, რომელსაც კობახიძის სამართლიანო ავრცელებდა შეერთებულ შტატებთან მისამართით, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ამათ სურთ ბრალის და ტვირთი გადაიწერონ შეერთებულ შტატებზე და არა მათ ანტიდემოკრატიულ და ანტიდასავლურ ქმედებათა თუ რიტორიკაზე. ამიტომ დღევანდელი განცხადებას კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიო დიპლომატიური ტონით მიუთითებს მათ თუ რა აქვთ გასაკეთებელი და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ შეერთებული შტატები რა თქმა უნდა აგრძელებს ურყევად ქართული ხალხის დემოკრატიის და ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის მხარდაჭერას, მათ შორის ამ კომუნიკაციით, ისევე როგორც იმ მეგობარი აქტით, რომლის წინააღმდეგაც სრულიად გაილაშქრა რეჟიმმა, მათ შორის არალეგიტიმურ პარლამენტში. როგორც მოისმინეთ, სახელმწიფო დეპარტამენტი გზავნილს არ ცვლის და იმ ფონზე, როცა კობახიძის ღია წერილშიც აღინიშნა მოთხოვნა იმის შესახებ, ან უფრო სურვილი იმის შესახებ, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ შეცვალოს საკუთარი დამოკიდებულება ქართული ოცნების რეჟიმის მიმართ. ვაშინგტონი აცხადებს, რომ ეს სწორედ ქართულმა ოცნებამ უნდა შეცვალოს საკუთარი ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული პოლიტიკა. სხვა შემთხვევაში კი ვაშინგტონში განიხილება მეგობარი აქტი, რომელიც რეჟიმის ლიდერებს, მათ შორის თავად ივანიშვილსაც სანქციებით ემუქრება. ეს აქტი კონგრესის ქვედა პალატაში უკვე ორ პარტიულად არის დამტკიცებული, ახლა კი განხილვა გაიმართება სენატში, რის შემდეგაც მაღალი ალბათობით დოკუმენტს ხელს მოაწერს დონალდ ტრამპიც და ამით მას კანონად აქცევს.